იჯერებს, არ გექნება მშობელს მისი დარდი. კარგი შვილი, დედის გულის რა არისო? აჩა. ბავშვთა ბიბლიოთეკაში, სადაც არის ძალიან ბევრი წიგნი და ჩემთან ავტორებთან ერთად ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხეთ, ასევე გამოცანებით და ძალიან მომეწონა. ძალიან მომწონს წიგნების კითხვა, თუ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო წიგნია. ჩემი საყვარელი წიგნი არის პეპეკძელის წიგნი, პირველი ნაწილით, მეორე ნაწილით და მესამე ნაწილით. ძალიან საინტერესო იყო და ასევე სახალისოც. საბავშვო ბიბლიოთეკაში აღვნიშნეთ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე. მოწვეული ყავდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები, რომელთან ერთადაც წავიკითხეთ რამდენიმე მოთხრობა, ამოცანები, ლექსები, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა შედგა. გარდა ამისა, აღნიშნული ბიბლიოთეკა გასულ წელს მერიის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდა, ამიტომ აქ შექმნილია ძალიან სასიამოვნო გარემო, სადაც შეუძლიათ ბავშვებს მოვიდნენ, წაიკითხონ, გაეცნონ თავიანთ საჭირო ლიტერატურას. აღინიშნება საჯარო კითხვის მსოფლიო დღე. ეს დღე აღინიშნება მე-11-ად და მთელ მსოფლიოში დღეს კითხულობენ ხმამაღლა საჯაროდ. და ეს ეძღვნება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვყავდა დღეს სტუმრები, კიდევ ველოდებით, რომ საჯაროდ ვიკითხოთ წიგნი, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი კიდევ. ჩვენს ბიბლიოთეკაში საბავშვო ბიბლიოთეკაში გასულ წელს ჩატარდა რემონტი და მე რო არ აღვნიშნო, არ შეიძლება დამსახურება ამ სიტუაციის. ეს არის ბატონი ვასო გველესიანი, ყოფილი მერი მუნიციპალიტეტის და ბატონი ვახტანგ ღამბაშიძე, რომელიც მაშინ ბრძანდებოდა, იყო საკრებულოს თავმჯდომარე. სწორედ მათი მონდომებით მოხდა ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წლის მანძილზე ვითხოვდით ამას და დღეს გვაქვს ძალიან სასიამოვნო გარემო. გვაქვს გალამაზებული და მოწესრიგებული ბიბლიოთეკა, ზაფხულში გრილი და ზამთარში თბილი. მე მინდა მოუწოდო მშობლებს, მოუწოდო პედაგოგებს, რომ მოიყვანონ ბავშვები, გვაქვს ახალი ლიტერატურა, ბევრი საბავშვო წიგნი და რაც შეიძლება ბევრი იკითხონ და იკითხონ. გაგვირემონტეს, გვაქვს მშვენიერი გარემო, ჩვენ შეძლების დაგვარად და ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ხელახლა დავამუშავეთ წიგნები, ხელახლა აღვწერეთ, დავლაგდით, გვაქვს ძველი ლიტერატურა უნიკალური, რომლითაც შეგიძლიათ მკითხველი მოვიდეს და ისარგებლოს, ასევე ვღებულობთ ახალ ლიტერატურას. სრული კომფორტი აქვთ ბავშვებს, აქ ისარგებლონ ლიტერატურით, ყველანაირი კომფორტია რა.